წმინდა წერილი ამბობს, რომ წინასწარმეტყველების არც ერთი სიტყვა არ წარმოითქმებოდა ადამიანის ნებით და არც განიმარტება ადამიანის ნებით. ღმერთის სულით აღძრული ადამიანები წერდნენ და წარმოსთქვამდნენ მათ და ასევე ღმერთის სულით აღძრული ადამიანები განმარტავენ მას. ამენ. მე მჯერა, რომ წმინდა წერილი ეს ღვთის პროდუქტია, სულიწმინდის სტანდარტია. ამენ. ამენ. თუმცა რა თქმა უნდა, მაგალითად თუ წაიკითხავთ მოციქულთა საქმეს, იქ ნახავთ ერთი დავის გარჩევას, რომელიც წარმოიშვა პირველ ეკლესიაში. ეს იყო დავა, როცა იუდეველი ქრისტიანები ცდილობდნენ წარმართთაგან მოქცეულებზე თავს მოეხვიათ რჯული. ჩამოვიდნენ იერუსალიმიდან გალატიის მხარეში ადამიანები, რომლებიც არ წარუგზავნია ეკლესიას, არანაირი წარგზავნილება არ ჰქონდათ, თავისი ინიციატივით გადაწყვიტეს, რომ ეთქვათ წარმართებისთვის, ჩათვალეს, რომ პავლე ცუდად მუშაობდა და გადაწყვიტეს, რომ შესწორება შეეტანათ პავლეს მოძღვრებაში და მივიდნენ წარმართთაგან მოქცეულ ქრისტიანებთან და დაიწყეს სწავლება, რომ თუ რჯულს არ დაიცავთ და თუ ებრაელები არ გახდებით, მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ, ანუ რჯულს არ დაიცავთ, წინადაცვეთას არ გაიკეთებთ, ვერ იქნებით ქრისტიანები და ამის გამო მოხდა დავა. ეს მოციქულთა საქმის მე-15 თავშია მოთხრობილი. და კარგი არის, რომ ეს ვისწავლოთ, იმიტომ რომ წარმოდგენა გავიფართოოთ. და ეკლესიამ გაგზავნა პავლე და ბარნაბა იერუსალიმში მოციქულებთან. ეს საკითხი რო გადაწყვეტილიყო. და იერუსალიმში შეიკრიბა სამოციქულო კრება და დაიწყეს ამ საკითხის განხილვა. ამ საკითხს რა თქმა უნდა, ეს არ იყო ერთგვაროვანი მიდგომა. ეს არ იყო, რომ ვიღაცამ ბრძანა და ყველა ესე დაუდგა ჩესტზე. რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა იყო ერთი მხარე, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, მართლმადიდებლობა, რომელსაც იცავდა, იყო მეორე მხარე, პავლე, ბარნაბა და მადლობა ღმერთს იქ ჩანს, რომ პირველად პეტრე ისა წამოდგა და პეტრე მილაპარაკა და თქვა, როცა კორნელიოსის სახლში იყო წარგზავნილი, ვინ იყო კორნელიოსი? კორნელიოსი იყო წარმართი, რომელიასის თავი. რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა მემკვიდრეობითი, სისხლის მხრივ, არავითარი კავშირი არ ჰქონდა ებრაელებთან. ის არ იყო ებრაელი თვითონ, მაგრამ სწამდა ღმერთი. იყო ღვთისმოშიში, ცდილობდა სიკეთით ეცხოვრა, ღმერთისთვის მოესმინა. და ერთხელ როცა ლოცულობდა, იხილა ანგელოზი, რომელმაც უთხრა გაგზავნე კაცები სიმონის სახლში. იქ არის ერთი მოწაფე. და ახლა ის ხილვას ხედავსო. და მოიწვიე ის, რადგან მას აქვს სიტყვები, რომელსაც გეტყვით და გადარჩებით შენ და შენი სახლეულიც. და ამ დროს პეტრე ლოცულობს, იცით, და ხედავს ხილვას, რომ ზეციდან რო ჩამოდის დიდი ჭურჭელი, მოშივდაო ასე წერია და ჩამოდის ესე დიდი ტილოს მსგავსი რაღაც, რომელშიც არის ყველა ცხოველი. წმინდაც და არაწმინდაც, უსურმაგიც. და ესმის ხმა, დაკალი და ჭამე. პეტრე ამბობს, ცხოვრებაში უწმინდური არაფერი მიჭამია უფალო. რას მეუბნები? მეორედ განმეორდა ეს ხილვა. იგივე, ღმერთი ეუბნება დაკალი და ჭამე. არა უფალო, არაფერი მიმიღია უწმინდური არასდროს. მესამედ განმეორდა ეს ხილვა. და ესმის ხმა, არაფერია უწმინდური, რაც ღმერთმა განწმინდა. დიდება უფალს. და რომ მორჩა ეს ხილვა, პეტრე ფიქრობს, რას უნდა ნიშნავდეს ეს? ეს ხო არ იყო შემთხვევით. რატო იყო ეს, რატო მითხრა ეს ღმერთმა და ამ დროს კორნელიოსის წარგზავნილი ხალხი დგას კარებში. და პეტრე ხვდება რაშიდაც არის საქმე და მიდის წარმართი ადამიანის სახლში. მე დარწმუნებული ვარ, პეტრე თავისი წარმოსახვევით ალბათ ამ ხილვის გარეშე პეტრე არ წავიდოდა. იცით რატომ? ის ებრაელი იყო, ებრაელთაგანი. ებრაელი ადამიანისთვის რჯულის თანახმად წარმართებთან შესვლა, წარმართებთან ლოცვა და მათთან პურის გატეხვა ეს ცოდვა იყო, ეს გაუწმინდურება იყო. გასაგებია? ამ ხილვის გარეშე პეტრე არ წავიდოდა, მაგრამ წავიდა და მე ბევრს ფიქრობ ხოლმე ამაზე. წავიდა ალბათ არა იმიტომ რომ წავიდა ალბათ რაღაც ღმერთი მაგზავნის, მიივალ, ვიტყვი და გამოვიქცევი უკან. რო არ
მარიამ მაგდალინელზე რას ფიქრობდა ფარისეველი სიმონი? როცა ფიქრობდა გულში, ეს რო წინასწარმეტყველი იყოს, ეცოდინებოდა ვინ ეხება, არ მისცემდა უფლებას, რო შეხებოდა. ქრისტემ რო უთხრა, ვიცი ვინც არის ეს ქალი, შეცდება. საიდან გაიგო ჩემი ნაფიქრალია, ღმერთს ყველაფერი ესმის. ზუსტად ესე. მივიდა პეტრე, დაიწყო ლაპარაკი, დამთავრებული არ ქონდა სიტყვა რო უეცრად და სულიწმინდა დაეშვა. და ყველანი აღივსენ სულიწმინდით. და იწყეს ლაპარაკი უცხოენებზე და წინასწარმეტყველება. მაშინ ამბობს პეტრე ერთ სიტყვას, ვის აქვს უფლება? ვის აქვს უფლება? ნათლობა დაუკავოს იმათ, ვისაც ღმერთმა ჩვენსავით სულიწმინდა მისცა. ეს დაამოწმა პეტრე, მერე წამოდგა იაკობი, იესოს ძმა, ფიზიკური ძმა, იერუსალიმის ეკლესიის ხუცესი. და მან თქვა, რატო უნდა დავაკისრო წარმართებს ის ტვირთი, რომლის ზიდვა ვერ თქვენ შეძელით, ვერ თქვენ მამამებმა. მოდი არ დავაკისროთ მას ზედმეტი. ადამიანის 4 მოთხოვნა, ეს ჩანს მოციქულთა საქმის მე-15 თავში და დაწერეს წერილი და დაგზავნეს ეკლესიებში და ნახეთ ამ წერილის სულისკვეთება. წერილში წერია: კარგი იყო სულიწმინდისთვის და ჩვენთვისაცო. ანუ ისინი ამბობენ, ეს ჩვენ კი არ მოვიფიქრეთ, ეს სულიწმინდა ბრძანა და ჩვენ ვახმოვანებთ. ეს სულიწმინდის დადგენილება და არა ჩვენი ხმის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება. კენჭი უყარეთ და გადავწყვეტეთ ასე. სხვათა შორის დღევანდელ წყობაში და დემოკრატიულ წყობაში ეს მისაღებია. მოდი კენჭი უყაროთ და ვინ არის მართალი, ესე უმრავლესობა როგორც გადაწყვეტავს ისე იყოს. აქ უმრავლესობით არ გადაწყვეტილა. აქ თქვეს პირდაპირ. კარგი იყო სულიწმინდისთვის. და ჩვენ ვეთანხმებით, რაც სულიწმინდისთვის იყო კარგი. გასაგებია? ანუ მათ თქვეს, რომ ეს არის ღვთის დადგენილება. რატო გითხარით ეს მე? იცით, წმინდა წერილი ამბობს, რომ იესო ქრისტე გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა. რას ნიშნავს, რომ ის იგივეა? ის არ ცხოვრობს დროში. მისთვის აწმყო წარსული და მომავალი ერთად არის ყველაფერი. ის არ არსებობს მისთვის ხვალ და არ არსებობს გუშინ. ის დღეს არის ყველაფერი, ეს ეხლაა ყველაფერი. ღმერთი არ ამბობს მე ვიყავი, რომელიც ვიყავი, არც ამბობს მე ვიქნები, რომელიც ვიქნები. მისი სახელი კურთხეული იყოს მისი სახელი იახვე. ეს არის მე ვარ, რომელიც ვარ. ის ეხლა და არა ხვალ და არა გუშინ. გასაგებია? ასე რომ მიუხედავად იმისა, როცა პავლე მოციქული წერდა ამ სიტყვებს, როცა პავლე მოციქულმა თქვა ტიმოთეს მიმართ მიწერილ წერილში, დაწერა რომ მთელი წერილი ღვთისსულიერია, მაშინ ახალი აღთქმა რა თქმა უნდა არ არსებობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ახალი აღთქმა არ არსებობდა, ამბობენ ფაქტის კონსტატირებით ამბობენ, რომ ეს ძველ აღთქმას ეხება. არამც და არამც. მე არ მჯერა ასე. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმა არ არსებობდა, ღმერთმა ახალი აღთქმა იცოდა იქამდე, სანამდე ძველი აღთქმა იარსებებდა. იმიტომ რომ უფლისთვის დრო არ არის. გასაგებია? ამიტომ ის ამბობს, მართალია ჯერ ახალი აღთქმა არ არის, მაგრამ ისიც რაც ხვალ იქნება, ისიც ღვთისსულიერია. იმიტომ რომ მთელი წერილია ღვთისსულიერი. და ყველა დადგენილება, რაც წმინდა წერილს შეეხება, ეს ღმერთის დადგენილება და არა ადამიანის. ძალიან საჭიროა ხშირად თქვა, რომ ღმერთო, მე მჯერა რაღაც სისულელეების, წესების და ჩვეულებების, მე მჯერა შენი სიტყვის. მე სრულ მორჩილებას ვუცხადებ შენ სიტყვას. და მე მჯერა, რომ ქრისტემ თქვა, ძეკაცის არავის არ გაასამართლებსო, გახსოვთ? მთელი სასამართლო სიტყვას აქვსო. მთელი სასამართლო სიტყვას აქვს. სიტყვა იქნება ზუსტად. და ეს არის უმნიშვნელოვანესი. პირველი, რასაც უფალი აკეთებს იერუსალიმში შესვლის დროს, ის მიდის ტაძარში. პირველი, ანუ ის უბრალოდ კი არ შესულა იერუსალიმში, რომ იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინა. ანდა გახსოვთ ალბათ ცნობილი მოვლენები, რაც ხდებოდა, როცა მიუახლოვდა იერუსალიმს, ხალხი მუხლებზე დგებოდა. ამბობდნენ მეფის ქალაქი, რა დიდებულია მეფის ქალაქი, რა ლამაზია მეფის ქალაქი. და რა თაყვანისცემას იწყებდა. ებრაელებს ჩვევაში ჰქონდათ, რომ იერუსალიმისკენ ლოცულობდნენ. იერუსალიმისკენ მიქცეულები ლოცულობდნენ. სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. და იესო ქრისტე როცა მიუახლოვდა იერუსალიმის, მან ტირილი დაეწყო.
მან თქვა იერუსალიმ, იერუსალიმ, დამხოცაო წინასწარმეტყველთა და შენთან წარმომგზავნელთა, რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება ჩემ ფრთებს, როგორც ფრინველი კრებსო თავის შვილებს, თავის ფრთებს, თავის წიწილებს, მაგრამ შენ არ ისურვე ეს. შემდეგ როცა ტაძარში შედის, ყველა გაოცებული, ნახე ტაძარი რა დიდებული შენობა და იესო ქრისტე ამბობს, ქვაზე არ დარჩება. უარ გადაბრუნდეს. პირველი რასაც ისაკეთებს ის მიდის ტაძარში. და ტაძარში როცა მიდის რას აკეთებს? მკერდა იწყო, დიდება უფალს, სად მოხვდი, როგორ მშვიდდები. არაადეკვატური ხდება, როცა ტაძარში მივიდა. არაადეკვატური. ასე წერე გააკეთაო საბლის შოლტი, გადაუყირავა ფულის გადამცვლელებს, მაგიდები, მტრედებს, გამყიდველებს, გალიები გადაუყირავა, გამოყარავო იქიდან გარეთ და ჩადგაო და არავის არ ატარებდაო, არც გამვლელს და არც გამომვლელს. იცით ეს რას ნიშნავს? იცით ტაძარი რა თქონდათ გადაქცეული იმ დროს. ტაძართან ახლოს ძალიან ბევრი ვაჭარი იყრიდა თავს და რატო იყო მოთხოვნილება ძალიან ბევრი ფრინველების და ცხოველების, რაც მსხვერპლად უნდა შეეწირათ. და რაღაც შორს წასულიყვნენ, იქვე დაიწყეს ვაჭრობა და შიგნითაც კი შევიდნენ გარე ეზოში. იქაც კი დაიწყეს ვაჭრობა. და იმისთვის ტაძარს დიდი ტერიტორია ეჭირა და ხშირად ერთი მხარიდან მეორეზე რო გასულიყავი, ტაძრისთვის უნდა შემოგევლო. ამათმა ადგენდა კედელში გამოჭრეს კარები, რაღაც შორს ვიარო და პირდაპირ გადიოდნენ. ტაძარზე ყიდველები, გამყიდველები და მყიდველები რაღაცომ უნდა შემოუარო ამ ხელა წრე. დავიგრძელო გზა და პირდაპირ ტაძარზე გადიოდნენ. გაივლიდან, გავიდოდნენ მეორე მხარეს და ჩადგაო იქ და არავის აძლევდა გავლის საშუალებას. და ამბობდაო, მამა ჩემი სახლი სამლოცველო სახლია. თქვენ ავაზაკთა გამოქვაბულად გაქვთ გადაქცეული. და იცით, ასეთი ქრისტე არასდროს არავის არ ენახა. მოწაფეებს გაუკვირდათ, რა დაემართა? 3 წელია მასთან ერთად არიან, 3 წელნახევარი. მასთან ერთად ჭამენ, მასთან ერთად სვავენ, მასთან ერთად დადიან, ყველგან ერთად არიან. და პირველად ნახეს ის ასეთი. ის უყოლთვის იყო მშვიდი, გაწონასწორებული, ზედმეტს არასდროს არ ამბობდა, არავისთვის არასდროს შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ძალიან შვიდი, ძალიან გაწონასწორებული და უეცრად გადაიქცა არაადეკვატურ ადამიანად. მე ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე და არაერთხელ მithქვამს ეს ეკლესიაში ძალიან მიყვარს არა წაკითხვა, არამედ სიუჟეტის წარმოდგენა. იესომ ყველა ვაჭარს გადაუყირავა მაგიდა და თითიც ვერ დაადო ვერავე. იმედენად განრისხებული იყო. ალბათ ნაპერწკლებს ყრეთა თვალებიდან. არ ვიცი. მაგრამ უბრალოდ მიკარებას ვერ ბედავდა მასთან ახლოს ვერავინ. ვერავინ ახლოს ვერ მიდიოდა. რატო მოხდა ასე? რატო გახდა არაადეკვატური? რა დაემართა? სულ ყოველთვის მშვიდს და გაწონასწორებულ ადამიანს. იოანეს მეორე თავში არის ამაზე მოთხრობილი. თუ არ ვცდები, მე 17 მუხლია. მოდი გადავშალოთ. დიახ, მე 17 მუხლია. მის მოწაფეებს გაახსენდათ ერთი რაღაც. რატომაც იყო ის ასე? გაახსენდათ, რომ დაწერილია შენი სახლის შური შემჭამს მე. 12:49 ლუკას სახარების დედამიწაზე ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მსურს რო ესენთებოდეს. იესო ქრისტე შინაგანში იყო რაღაც ცეცხლი. ებრაელთა წერილი ამბობს, რომ ჩვენი ღმერთი მჭამელი ცეცხლია. იცით რა იყო ეს ცეცხლი? ეს იყო მოშურნეობა. იცით, გახსოვთ რა უთხრა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს სამარიტელის ჭასთან. როცა მათ საჭმელი მოუტანეს და ეუნებიან ჭამე, ეს ეუნება მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით. საჭმელი, რომელიც თქვენ მომიტანეთ ჩემს კუჭს თიშავს, მაგრამ ეგ არ მაკმაყოფილებს. მაგას არ შეუძლია ჩემი დაკმაყოფილება. მაგას არ შეუძლია მე კმაყოფილება მომგვაროს, იმიტომ რომ ჩემი საჭმელია უქმნა ჩემი წარმომგზავნელის ნება და დავასრულო მისი საქმე და სანამდე ეს არ მომხდარა, საჭმელი ვერ მიშველის მე. გასაგებია? და წმინდა წერილი ამბობს, შენი სახლის შური, მოშურნეობა შენი სახლის მიმართ შემჭამს მე ეს შიგნიდან წვავს, ეს იმდენად რაღაცა თუ ეს არ მოგვარდა,
აზრი აღარ აქვს არაფერს. იცი, მე დამიმოწმებია ხშირად ეკლესიაში ეს. ეს გაკვეთილი ჩემ ცხოვრებაში სულიწმიდის გაკვეთილი იყო და მე მადლიერი ვიქნები მთელი მარადისობა. ეს არ მისწავლია, სადღაც ციკში არ წამიკითხავს, არამედ სულიწმინდამ დაამოწმა ჩემ ცხოვრებაში. მე ხშირად მithქვამს და კიდე ერთხელ აღარ ვაპირებ, როცა ჩემი შვილი იყო ავად. და გავიგონე შეკითხვა, გტკივა? მეთქი ღმერთო, ყველა უჯრედი მტკივა, ყველა უჯრედი მტკივა. გიყვარს და იმენა. როცა გიყვარს გტკივა, როცა გიყვარს და იმას შენი სიყვარულის ობიექტს რაღაცა საფრთხე ემუქრება, გტკივა. გამიგებთ ბევრი, ვინც ამ მდგომარეობაში გაგივლიათ. მე ვიცი, რომ ჩვენ ხშირად ვარდებით ამ მდგომარეობაში, ეს იმიტომ კი არა, რომ ეშმაკია ბოროტი მარტო, არა, მას ჩვენზე არც წილი აქვს, არც ახსენებელი, არც არავით არის ძალაუფლება. ხშირად ეს ეშვება ჩვენ ცხოვრებაში იმაზე, რომ ღმერთის გული დავინახოთ. ღმერთის გული, ქრისტემ თქვა, შენი სახლის შური შემჭამს მე. გემუარაკ არც საჭმელს, არც სასმელს, არც სხვა რამეს. არაფერი აღარ მაინტერესებს, თუ ის ჩემი სიყვარულის ობიექტი იმ ცუდ მდგომარეობაშია. აღარაფერი აღარ მაინტერესებს. მოდი გავიხსენოთ წმინდა წერილი. მოციქულ პავლეს მიწერილი წერილი კორინთელთა მიმართ. მესამე თავი, მე-16 მუხლი, პირველი კორინთელთა წერილი. რა არის დაწერილი? ნუ თუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში. ვინც აზიანებს ღვთის ტაძარს, მას დააზიანებს ღმერთი, რამე თუ წმინდა ღმერთის ტაძარი და ეს თქვენ ხართ. ეს მე კი არ ვარ, ეს ჩვენ ვართ. მე არ ვარ ტაძარი, ტაძარი ეკლესიაა. მე მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ვარ. გასაგებია? როგორც წმინდა მოციქული პეტრე პირველ წერილში მეორე თავის მე-5 მუხლში ამბობთ, აშენდით სულიერ სახლად ცოცხალი ქვებივითო დიდება უფალს. ღმერთის სამყოფელ ადგილად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იცი, ტაძარი ესე არ აშენებულა. შეიკრიბდნენ მუშები, მოვიდნენ, ვიღაცა ქვას მოათრევდა, ვიღაცა და ვინ რას აკეთებდა, არავინ არაფერი არ იცოდა. რაღაცა დაიწყეს, რაღაცის კეთება და რაღაცა გამოვიდა. არა, ტაძარი ასე არ აშენებულა. თითეული შტრიხი ტაძარში ზეციდან იყო ჩამოტანილი. თითეული ქვა ისე იყო გათლილი, როგორც ეს ნათქვამი იყო და ნაბრძანები იყო. ყველაფერი ექვემდებარებოდა ღმერთის ნებას. ეს არის ტაძარი. იცი რატომ მიდის ეკლესიაში მუშაობა, რატომ მოედინება ქადაგება, რატომ მიდის მუშაობა ჯგუფ 12-ებში, იმიტომ რომ ჩვენ როგორც სულიერმა ქვებმა ის მდგომარეობა და ის ფორმა შევიძინოთ, რაც ღმერთს უნდა. ქვის ფასი თავისთავად მტკვრის ნაპირზე რო ჩახვალ, ქვით არის სავსე იქაურობა. კაპიკია მისი ფასი, არავის არ აინტერესებს. მაგრამ არის ქვები, რომელიც ამ შენობაში მოხდა. მისი ფასი ძალიან დიდია. რატო? რა განსხვავება არის იმ ქვას მტკვრის ნაპირზე რო აგდია და იმ ქვებს შორის, რაც ამ შენობაშია მოხვედრილი? ერთი დიდი განსხვავება, ისინი მტკვრის ნაპირზე აგდია. ესენი კიდე ვიღაცის ხედვაში მოხდა. ფორმა აქვს ამ ქვას და ამას უჭირავს ეს შენობა, რომელიც ღმერთს ემსახურება. დიდება უფალს. აი ეს არის განსხვავება. იცი, შენნაირი და ჩემნაირი ადამიანები დღეს ქუჩაში არიან. ზოგიერთი მთვრალი დგას ახლა, ზოგიერთი ქალბატონი დღეს სხეულს ყიდის, ზოგიერთი იწყევლება, ზოგი იგინება, ზოგს ერთი სული აქვს, ვინ მოატყუოს და ვინ გაყლიფოს და ვის მოპაროს და ვინ გადააგდოს. და რა განსხვავებაა მათსა და ჩვენ შორის? ჩვენ ღმერთის ხედვაში მოვხდით. ჩვენ ღმერთის ყურადღების ცენტრში მოვხდით. ჩვენ უბრალოდ დავთანხმდით, მადლობა უთხარით და ღმერთს უთხარით, ღმერთო, აჰა, როგორც მარიამმა თქვა. მარიამთან რო ანგელოზი მოვიდა, გახსოვთ, ხარების დღესასწაული იყო ცოტა ხნის წინ. მოვიდა ანგელოზი და უთხრა, კურთხეული ხარ შენ დედათა შორის. ვინაიდან შენ დაორსულდები და შვილი გაგიჩნდება, ძე გაგიჩნდება. და მარიამს უყვირს. იმიტომ რომ ის არ არის პატარა. უკვე გოგოა, ქალია.
და უკვე როგორ მოხდება ეს? მან იცის როგორ ჩდება ბავშვი. თამას როგორ მოხდება ეს? მე ხო ჯერ გათხოვილი არ ვარ. ანგელოზე უხსნის სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესი მოგიჭრთილავ შენ. ამიტომ შენში ჩასახული წმინდათი იწოდება. მართალია ვერ გაიგო ბოლომდე რა უთხრეს, მაგრამ იცის ვინ უთხრა. მიხვდა ვინ ელაპარაკება. და მარიამ ეუბნება, იყოს უფლის ნება შენზე. აჰა მხევალი უფლისა. აჰა მონა უფლისა, მხევალი ეს იგივეა უკვე მდედრობით ისკესის. აჰა მხევალი უფლისა. იყოს უფლის ნება ჩემზე, როგორც მას უნდა. იცი ღმერთი ხშირად შენგან და ჩემგან სწორედ ამას ელოდება. და ჩვენი განსხვავება მათსა და ისა ჩვენ შორის ერთია, რომ ჩვენ ღმერთის ხელში მოვხვდით. და ღმერთმა მოგვიყვანა თავის სხეულში. ღმერთმა მოგვიყვანა თავის ტაძარში. მის ნაწილად გვაქცია. გასაგებია, თუმცა რა მდგომარეობაშია ტაძარი, ეს თქვენსა და ჩემს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. პავლემ თქვა, ვინც აზიანებს ტაძარს, მას ღმერთი დააზიანებს. მე შემიძლია ტაძარი დავაზიანო. შენ შეგიძლია ტაძარი დააზიანო. თუ დააბინძურებ შენს გულს, თუ დააბინძურებ შენ შინაგანს, თუ დააბინძურებ შენს აზრებს, დააბინძურებ ტაძარს. იმიტომ რომ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ღვთის ცოცხალი ტაძარი ვართ. ტაძარი არ არის მოციქულთა საქმის მე-17 თავი. 24 მუხლიდან. შეგვიძლია გადავშალოთ და ჩემთან ერთად ნახოთ და ჩემთან ერთად წაიკითხოთ. ეს არის წმინდა მოციქულ პავლეს სიტყვები არეოპაგში. იქ ეუბნება, როცა გავიარე და დავათვალიერეო თქვენი სათაყვანებელი ადგილები, თავიდან წერია, როცა ნახავ ეს ყველაფერი აღშფოთთ და სულითო, ამდენი კერპები რო ნახა. იმიტომ რომ იქ იყო უამრავი ღმერთი. აღაშფოთა ის სულით აღშფოთთა ამ კერპების ნახვამდე, მაგრამ როცა შეხვდა მათ დონემდე დავიდა. და უთხრა, როცა დავათვალიერე თქვენი სათაყვანებელი ადგილები, ვიცი რომ მორწმუნეები ხართო, იმიტომ რომ უამრავი საკერპო გაქვთ. და იქ ვნახე ერთი სამსხვერპლო, რომელზედაც ეწერა უცნობ ღმერთს. ბერძნები ღვთისმოშიში ხალხი იყვნენ. და როცა ამდენი ღმერთები ყავდათ, ეშინოდათ რომ რომელიმე ღმერთი არ გამოგრჩესო და ქონდათ სპეციალური სამსხვერპლო და მას ეწერა უცნობ ღმერთს. ანუ იმ ღმერთს წირავდნენ თაყვანს, რომელსაც არ იცნობდნენ, არ იცოდნენ. გასაგებია? და პავლემ უთხრა, მე გიქადაგებთ ღმერთს, რომელსაც არ იცნობთ, მაგრამ ეთაყვანებით. და დაიწყო და 24 მუხლი. ნახეთ? ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია, არა მარტო შექმნა. იცით, უამრავი ადამიანი ამბობდა, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, თუმცა აღარ ერევა სამყაროში. ამ მოძღვრებას ქვია დეიზმი. ეს ბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. ღმერთმა შექმნა სამყარო, მაგრამ აღარ ერევა სამყაროს განვითარებაში. უბრალოდ შექმნა, იმიტომ რომ ღმერთი წმინდაა. სამყარო თავისთავად ვითარდება. ამიტომ არის არასრულყოფილი. ხოლო ღმერთი სრულყოფილია და წმინდა და ის ცალკე ცხოვრობს. არ ერევა სამყაროს საქმეებში. და პავლე ზუსტად ამას ამბობს. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია, იგი არის ცისა და ქვეყნის უფალი. ყველაფერი მის ხელშია. ყველაფერს ის განაგებს. მაგრამ ქვევით თუ წაიკითხავთ, ხელქმნილ ტაძრებში კი არაა დამკვიდრებული. არც ადამიანთა ხელი სამსახურს მოითხოვს. თითქოს რაიმე ჭირდებოდეს. თვითონ აძლევს, ზუსტად ესე წერია, ნახეთ? თითქოს რაიმე სჭირდებოდეს. თვითონ აძლევს ყველა სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყველა ერი დედამიწის ზურგზე და სამკვიდრებლად. დააწესა მათი დამკვიდრების წინასწარ განსაზღვრული დრო და საზღვრები, რათა ეძებნად ღმერთი იქნებ ეგრძნოთო და ეპოვათ. იქნებ ეგრძნოთ და ეპოვათ. იმიტომ რომ ის არ არის შორს ჩვენგან. დიდება უფალს. აი ზუსტად ამაზე უნდა გქონდეს ყურადღება ჩემო მეგობრებო გადატანილი, რომ დღევანდელი დღე უფლის ზეიმით შესვლა იერუსალიმში. შენ რა, მე რა?
სინამდვილეში ის სადღაც ქალაქში კი არ მიდის, ის თუ წაიკითხავთ გამოცხადების 22 თავს. მოდი 22 არა, მე 20 თავი. გადაშალეთ ჩემთან ერთად. გამოცხადების მე 20 თავი. მოდი 21. 21 თავის პირველივე მუხლიდან. ვიხილი ახალი ცა და ახალი დედამიწა. ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს და ზღვა აღარ არის და ვიხილე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, რომელიც ღმერთისაგან გადმოდიოდა ციდან გამზადებული როგორც თავისი ქმრისათვის მორთული პატარძალი. და მოვისმინე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: აი ღმერთის კარავი ადამიანებთან და დამკვიდრდება მათთან და ისინი იქნებიან მისი ხალხი და თვით ღმერთი მათთან იქნება. ეს ეკლესია დიდება უფალს. სიტყვა იერუსალიმი ეს ნიშნავს სულიერ იერუსალიმი, ეს ღმერთის ეკლესია დიდება უფალს. და სად მიდის ის? ის მოდის აქ ჩვენთან. და პირველი იერუსალიმში, სადაც ის წავიდა, ეს არ ყოფილა რესტორანი. პირველი, სადაც ის წავიდა, ეს არ ყოფილა ბიბლიოთეკა. პირველი, სადაც ის წავიდა, ეს არ ყოფილა ვინმე თავისი ახლობლების ოჯახი. პირველი, სადაც ის წავიდა, ეს იყო ტაძარი. და ტაძარი ეს შენ ხარ. ტაძარი ეს მე ვარ. ანუ ამით რისი თქმა გვინდა, მეგობრებო? ღმერთს ძალიან აინტერესებს ჩვენი მდგომარეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ღმერთს რამე აინტერესებს ამ სამყაროში, ეს არის შენი და ჩემი მდგომარეობა. შენი, ჩემი, ჩვენი ჭურჭელი. იმიტომ რომ ღმერთმა ჩვენ შევქმნა თავის სამყოფელად. დიდება უფალს. მე დღეს მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე. არ ვიცი თქვენ გქონდათ თუ არა საშუალება მოგესმინა წინა კვირას პასტორი ეკლესიის უფროსი პასტორის მიერ ნაკადაგები რუსთავის ეკლესიაში თემა. რწმენის თემა არის გაგრძელებული მადლის რწმენა. არ ვიცი მოусმინეთ თუ არა მას. მე მინდა დღეს ამას შევეხო და ცოტა უფრო ღრმად შევეხო ამ რაღაცებს და გითხრათ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ქრისტიანობაში, რომელიც ქრისტიანობას იმად აქცევს, რაც არის ქრისტიანობა სინამდვილეში. ამ თემის გაგების გარეშე ქრისტიანობა ხდება ერთ-ერთი რელიგია. ერთ-ერთი რელიგია. მაგალითად მე არ შემიძლია რომელიმე რელიგიაზე ვთქვა, რომ რომელიმე რელიგია ბოროტს ასწავლის. ყველა რელიგია ღმერთს ელაპარაკობს. მეტნაკლებად თითქმის მაგ შეხება მაინტერესებს, წამიკითხავს, ვიცი რაღაცეები. არა ბოლომდე რა თქმა უნდა, მაგრამ მეტნაკლებად მქონია შემხებლობა ყველა რელიგიასთან. არა ყველასთან, რაც სამყაროში არსებობს, მაგრამ ჩვენს რეგიონში არსებულ რელიგიებთან მაინც მქონია რაღაც შეხება. არც ერთი რელიგია ბოროტს არ ლაპარაკობს. არც ერთ რელიგიაში ბოროტება არ არის. იცით, რამდენიმე ხნის წინ ერთ მუსლიმ კაცთან მქონდა შეხვედრა და საუბრობდით რაღაცაზე და მე ვახსენე ჯიჰადი. ხო, ეს ძალიან პოპულარულია დღეს. ჯიჰადი და ამ კაცმა მითხრა, მოხუცებული კაცი იყო. ეს იყო სოფელ ჭელაში. და მან მითხრა, შვილო, ადამიანებმა რო იცოდნენ რა არის ჯიჰადი სინამდვილეში. ჯიჰადი არ არის ვიღაცის წინააღმდეგ ბრძოლაო. ჯიჰადი არის საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა. ბრძოლა ვიღაცას კი არ უნდა გამოუცხადო. ჯიჰადი უნდა გამოუცხადო შენს თავს, შენს ცუდ ჩვევებს, შენს ცუდ გრძნობებს. იმიტომ რომ თვითონ ყურანიც ამბობს, რომ ვიღაცის მოკლა ყველაზე დიდი ცოდვაა. გასაგებია? ყველა იცით, მაგრამ სინამდვილეში ყურანი ეს არის ძველი აღთქმის ცოტათი დამახინჯებული ვარიანტი. რაღაც ფაქტებია არეული. თორე სიტყვით იმეორებს ძველი აღთქმის მოვლენებს. ყურანში ლაპარაკია აბრაამზე, ყურანში ლაპარაკია ისააკზე, ოღონ ყურანის თანახმად ისააკის ადგილი ისმაილს უჭირავს. მარტო ეს არის. ყურანში ლაპარაკია მოსეზე, ყურანში მოსეს ისა ქვია. მუსა ბოდიში ისა კი არა. ყურანში ლაპარაკია იესოზე, იესოს ქვია ისა. თუმცა ზოგიერთი ფაქტი არ ემთხვევა. მაგალითად, ყურანის თანახმად იესოს დედა იყო მარიამი, რომელიც არის მოსეს და.
არა და 400 წელია სხვაობა. მე რისი თქმა მინდა ამით? ეს ბოროტება კი არ არის, მაგრამ ქრისტიანობა მე იმიტომ კი არ ვიძახი ამას, რომ ჩვენ ქრისტიანები ვარ და ყველაზე მაღლა დავეჭირო, განსხვავდება. იცით რატომ? იცით რატომ? სწორედ მადლის რწმენა არის ეს განმასხვავებელი. ძველი აღთქმა, რატო ყურანი? მოდი ვთქვა ძველი აღთქმა. ძველი აღთქმის თანახმად ადამიანები ცხოვრობდნენ რით? მიიღეს რჯული და ცდილობდნენ რჯულის დაცვით გადარჩენილიყვნენ და გამართლებულიყვნენ. იყო ასეთი რწმენა, მე რჯულს დავიცავ და წმინდა წერილი ამბობს, ვინც რჯულს დაიცავს, მისით იცოცხლებს. რჯულის დაცვით ცდილობდნენ ღმერთისგან მიეღოთ სიმართლე. მოდი გადავშალოთ რომაელების წერილი მესამე თავი ჩემთან ერთად და წავიკითხოთ. რომაელების წერილი მესამე თავი მეათე მუხლიდან. როგორც წერია, არ არის მართალი არც ერთი, არ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს, ყველანი გზას აცდენ, აღარავინ გამოდგება, არ არის საქმის სიკეთის მქმნელი, არ არის არც ერთი. მათი ხორხი ღია სამარია, ენებით ცრუობენ, მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია, მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე, მათი ფეხები სწრაფი არიან სისხლის დასაღვრელად, ნგრევა და უბადრუკებაა მათ გზაზე და მშვიდობის გზა არ იციან. მათ თვალწინ ღმერთი შიში არ არის, ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყველა პირი და მთელი მსოფლიო ბრალდებული გახდეს. იმიტომ რომ რჯულის საქმეებით ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩება. ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა სოდვა. ხოლო ახლა რჯულისგან დამოუკიდებლად, დაუკვირდით? ხოლო ახლა რჯულისგან დამოუკიდებლად გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ხოლო ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესწოდა და მოკლებული არიან ღმერთის დიდებასო. რატო იყო რჯული მიცემული? რჯულს ორი მიზანი ჰქონდა, არა ერთი მარტო. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ რჯულს ერთი მიზანი ჰქონდა, რომ ცოდვა გამოეჩინა. არა მარტო ეს, რჯულს მეორე მიზანიც ჰქონდა. რჯული ანელებდა ცოდვის მოქმედებას. რჯული აჩერებდა ცოდვის მოქმედებას. გასაგებია, რჯულის გარეშე ადამიანი თლიანად ეშმაკის მსგავსებაში გადავიდოდა. მისი საქმეების მკეთებელი გახდებოდა. ანუ ეშმაკი თავის თავს განახორციელებდა ადამიანში, ადამიანის შთამომავლობაში. რჯულმა ეს პროცესი შეანელა, იმიტომ რომ რჯულმა დადო შეზღუდვები. გასაგებია? და გინდა არ გინდა ადამიანებმა დაიწყეს რჯულის მორჩილება. და რჯულმა გააკეთა, რჯულის მიზანი იყო მეორე რაღაც, რომ რჯულს უნდა გამოეჩინა ადამიანის ცოდვილი მდგომარეობა. რჯულს უნდა დაენახვები ადამიანისთვის, რომ როგორი კეთილია ღმერთი და როგორ ცუდ მდგომარეობაში ვარ მე. გასაგებია? როგორც რომაელთა მე-7 თავში წმინდა მოციქული პავლე ამბობს, უბადრუკი ადამიანი ვარ. ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან და როცა ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი მე, მაშინ ჩემთვის უკვე ქრისტე ჩნდებოდა როგორც მხსნელი. გასაგებია? დიდება უფალს. ანუ თუ მე-4 თავს წაიკითხავთ, ნახეთ, მე-4 თავი ისა რომაელთა წერილის მე ვცდილობ დრო გამოვიყენო, ამიტომ ყველაფერს ძალიან დიდ დროს ვერ დავუთმობთ. მე-4 თავში ასეთი რამ წერია. რა ვთქვათ? აბრაამმა ჩვენმა წინაპარმა ხორციელად იპოვა რამე? თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი. ქება აქვს ოღონ არა ღმერთისაგან. ვინაიდან რას ამბობს წერილი? ერწმუნა აბრაამი ღმერთს და სიმართლე ჩაეთვალა. გამკეთებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით. ოღონდ არა გამკეთებელს, არამედ რომელსაც წამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლე. ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთის სიმართლეს უთვლის საქმეებისაგან დამოუკიდებლად. ნეტარ არიან ვისი ურჯულუებანიც მიტევებულია
და ცოდვები დაფარული. ნეტარ არის კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას. მაშეს ნეტარება წინა დაცვეთაზეა, თუ წინა დაუცვეთლობაზეც, ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ამბრამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ. როდის ჩაეთვალა? წინა დაცვეთილს, თუ წინა დაუცვეთელს. არა წინა დაცვეთელს, არამედ წინა დაუცვეთელს. ანუ აბრაამი იქამდე გამართლდა, სანამ წინა დაცვეთას მიიღებდა. დიდება უფალს. ეხლა რისი თქმა მინდა ამით? რომელთა წერილის მერვე თავში წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები სიცოცხლე. მოდი გადავშალოთ და წავიკითხოთ. მე-12 მუხლიდან. ამიტომ ჩემო ძმებო, ხორცის მოვალენი არა ვართ, მაგრამ ხორციელად ცხოვრობთ. ვინაიდან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აქცდებათ, ხო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეს, რომელთა 8:12-დან. საქმეებს იცოცხლებთ. რამე თუ ისინი ვინც ღმერთის სული წარმართავს, ღმერთის ძენი არიან, ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ, აბა მამაო, სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენ სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ. და კიდევ ერთი მუხლი. 29 მუხლიდან. ვინაიდან რომლებიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძივის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც. ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენთვის არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს? ვინ გაამტყუნებს ღმერთის რჩეულებს? ღმერთი გამართლებელია. დიდება უფალს. ეხლა დაუკვირდით. ხორციელი ფიქრები. როცა ამ სიტყვას ვამბობთ, ხორციელი ფიქრები, მაშინვე მივდივართ ცოდვაზე. არა და სინამდვილეში რა არის იცი ხორციელი ფიქრები? რწმენა, რომ რჯულს დავიცავ, სიკეთეებს გავაკეთებ და ღმერთს მოვეწონები. ადამიანები ზუსტად ამ გზით ცდილობდნენ ზედმიწევნით დაეცვათ რჯული, მაგრამ ვერაფერი ვერ მიიღეს. ხოლო ადამიანები, რომლებსაც არაფერი არ გაუკეთებიათ, ყველაფერი მიიღეს. და რატომ? დაუკვირდით იგავი ძეშეცდომილზე. მე მინდა ეს იგავი კარგად დავინახოთ დღეს. ორი ძმა, ერთმა გაფლანგა, ყველაფერი გააფუჭა, გაფლანგა თავისი წილი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დაბრუნდა მამასთან და ყველაფერს იღებს. მეორე ძმა, ბევრის მკეთებელი, ძალიან ბევრს აკეთებს. იქ არის სულ. პრეტენზია მისი მოისმინეთ. მე სულ შენთან ვარ. დღე და ღამე გემსახურები, ციკანიც არ დაგიკლია ჩემთვის. ამან გაფლანგა მთელი შენი ქონება და შენ მას ნასუქი ხბო დაუკალე. ერთმა ყველაფერი მიიღო, მეორემ ვერაფერი. რა სამართალია ეს? ზუსტად მეოთხე თავი, რომელთა წერილის ამას ამბობს, გამკეთებელსო, სიმართლე ჩაეთვლება, არა საქმეების მიხედვით, არამედ რწმენით. ჩვენ უნდა გვწამდეს ერთი რაღაც. პავლე მოციქული ეფესელების მეორე თავის მერვე მეათე მუხლებში ლაპარაკობს, მადლითა ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. დაუკვირდით, მოდი ეს მუხლი კარგად გავიგოთ ახლა. ანუ პავლე ამბობს, რომ მადლითა ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. რა არის მადლი? ეს არის ბერძნული სიტყვა ხარის, ქართულად ნიშნავს სიკეთეს. წმინდა წერილი ამბობს, რომ მე ღმერთის სიკეთით ვარ გადარჩენილი, ოღონდ აქამდე მივყავარ რწმენას. ეს რაღაც ნიშნავს. ჩვენ ძალიან ბევრს კითხულობთ, რომ მე-11 თავი თქვა ებრაელთა წერილის რწმენით აბრაამა, რწმენით შესწირა მსხვერპლად ისააკი, რწმენით მოსემ დატოვა ეგვიპტის საგანძურები, ფარაონის რისხვას არ შეუშინდა და ღმერთის ხალხთან ტანჯვა მეტნეტარებად. რწმენით, რისი რწმენით? რწმენა რაღა არის? ჩვენ ხო ვთქვით და სტანდარტულად ვიგებთ ამას ებრაელების 11:1, ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რაზედაც ვიმედოვნებთ და დასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. წინა მსახურებაზე მე ვილაპარაკე, შევეხე მოკლედ, რატო გადაწყვიტა აბრაამმა როგორ შეძლო ამის გაკეთება, როცა ისააკს მსხვერპლად სწირავდა. მას ერთი რწმენა ჰქონდა. ეს არის მადლის რწმენა. მან იცოდა, რომ ღმერთი არ იყო ბოროტი. ღმერთს არავის წართმევა არ უნდა. ღმერთს არავის გაღარიბება, ეს მასში არ არის, ეს მის ბუნებაში არ არის. ღმერთი არ არის ასეთი.
ღმერთი არავის არ კლავს, ღმერთი არავის არ ანადგურებს. ღმერთს არაფრის მოსპობა არ უნდა, არავის მოსპობა არ უნდა. ერთხელ ერთმა პიროვნებამ დამისვა. თქვენ როგორც ამბობთ, რომ ღმერთი ასე კეთილიაო და ასეთი ყოვლის შემძლეაო, რატო არ ანადგურებს ეშმაკსო? რატო არ ანადგურებს ღმერთი ეშმაკს? ხო შეუძლია. შეუძლია თუ არა? მისთვის არაფერია შეუძლებელი. მაშინ რატო არ ანადგურებს? რატო ბოროტის განადგურება უწმინდურება რატო არის? ყამალეკს ის ანადგურებდა ისრაელი და დანაშაულად არ ეთვლებოდა. რატო არ ანადგურებს ღმერთი ეშმაკს? პასუხი გაინტერესებთ? იმიტომ რომ ღმერთია. ღმერთი რო ადამიანი იყოს, ეშმაკი განადგურებული იქნებოდა. ის ღმერთია. ის ყველა აზრს აძლევს საშუალებას დაამტკიცოს თავისი უპირატესობა. ამიტომ არის ეს დრო მიცემული. ღმერთი არავიზზე არ ძალადობს. საბოლოო ჯამში ღვთისმსიდიადისკენ წავა ყველაფერი. გასაგებია? წმინდა წერილი ამბობს ამას. მე არ ვიცი ეს როგორ იქნება, მაგრამ ყველა მუხლი მოიდრიკება მის წინაშე და ყველა ენა აღიარებს მის დიდებულ სახელს. მითო კი არა რომ ღმერთი ყველას მოერევა. არა, ეს იმდენად აშკარა იქნება, სიმართლე იმდენად აშკარა იქნება, რომ პასუხი არ აქვს არავის და არ შეიძლება კონდეს არავის. გასაგებია? ამიტომ არ ძალადობს ღმერთი. სინამდვილეში ღმერთს არავის წართმევა არ უნდა. აბრაამა სწორედ ეს იცოდა, რომ ღმერთი სიკეთეა. მას წამდა ღმერთის მადლის. მან იცოდა, რომ ღმერთის მადლი, ღმერთი კეთილგანწყობილია ჩვენდამი. მაშინ კი არა, როცა რაღაცას აკეთებ. ეს რწმენა წარმართებსაც ჰქონდათ. მაგრამ რატო აკეთებენ ამას? ურწმუნოები არიან? არა, სულაც არ არიან ურწმუნოები. პირიქით მორწმუნეები არიან, მათ წამთ, ასე სწამთ, რომ ღმერთს უნდა შესწირო, რომ ღმერთის კეთილგანწყობა დაიმსახურო. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. ხელქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანის ხელის სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, თვითონ აძლევს ყველას. ანუ ღმერთი კეთილია. ჩვენ გვაქვს ერთი საგალობელი, ღმერთია, კეთილი და ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი რწმენა, მადლის რწმენა. ღმერთის მადლის რწმენა. არა ჩემი სიკეთეებით, არა ჩემს თავზე დაყრდნობილი, იცით, მეგობრებო, მერწმუნეთ, ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ. უამრავი მქადაგებელი ვიცი, რომლებიც მსახურობენ საზღაურის იმედით. უამრავი მორწმუნე ვიცი, ვინც მსახურობს საზღაურის რწმენით. უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც სწირავს საზღაურის რწმენით. ამას ცუდი არაფერი არ არის. თქვენ არ სწირავთ? რატო წირავთ? იმიტომ რომ გადასაყრელი გაქვთ? არა, მე მაგალითად ასე არ ვწირავ. მე იმიტომ ვწირავ, რომ ვიცი, რომ ღმერთი საზღაური არ დააყოვნებს. აბა რა ვთქვი ახლა მე ცოტა ხნის წინ, უამრავი მქადაგებელი ვიცი, უამრავი მასწავლებელი ვიცი, უამრავი მორწმუნე ვიცი, რომლებიც ცხოვრობენ საზღაურის რწმენით. მაგრამ განსხვავება დიდია. იცი საზღაურის რწმენა რა არის? მოდი მე ამას გავაკეთებ ღმერთისთვის და ღმერთს გაუხარდება, ეს მოეწონება ღმერთს, მე მოსაწონი ვიქნები ღმერთისთვის. ღმერთს მოეწონება ჩემი მდგომარეობა, მოდი ჯულს დავიცავ, ღმერთს მოეწონება ჩემი მდგომარეობა და ღმერთი უფრო მიმიღებს, ღმერთი უფრო მომიახლოვდება. ეს მცდარი რწმენა. ეს ხორციელი ფიქრებია, ჩემო მეგობრებო. ჩვენ უნდა გვწამდეს მადლის რწმენა. მადლის რწმენა ძალიან განსხვავებულია. ეხლა შეკითხვა, გუშინ პასტორი, მე და პასტორი ხვიჩა ვლაპარაკობდით ამაზე. მაშინ ადამიანები იტყვიან, მაშინ რა აზრი აქვს მიძღვნას? როგორც ძეშეცდომილის მეორე ძმამ თქვა. რა აზრი ქონდა ჩემს ერთგულებას? მე ერთგული ვარ, ამდენ შრომობ, ამდენ სვალობ, ციკანიც არ დაგიკლია. მან გაფლანგა ყველაფერი და ყველაფერი, რა აზრი აქვს ერთგულებას? მოდი წავიკითხოთ პირველი კორინთელების მე-15 თავი. პირველი კორინთელების მე-15 თავი. მე-10 მუხლიდან.
ძალიან მაგარი მუხლი, რასაც წმინდა მოციქული პავლე გვასწავლის. მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ. ერთი რამე იცოდეთ, თუ რამე ვართ, იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვართ კარგები. ეს უნდა ვიცოდეთ. ეს მისი მადლია. ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ. დიდება უფალს. პავლე მოციქული ამბობს, მე ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ. შენ ღმერთის მადლით ხარ, რაც ხარ. თუ რამე კარგად გამოგდის, ეს ღმერთის მადლია შენში რომ მოქმედებს. ჩვენ ღმერთის მადლით ვარ, რაც გვართ. და პავლე ამბობს ერთ სიტყვას, ოღონდ მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭიო, ნახეთ? ხოლო ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მე შრომობდი და არამედ ღმერთის მადლი, რომელიც ჩემთანაა. ანუ ნახეთ ახლა პავლე ამბობს, რა აზრი აქვს ერთგულებას და მიძღვნას? ძალიან დიდი. იმიტომ რომ ღმერთს უფრო მეტის მადლის მოცემა უნდა. ღმერთს უფრო მეტის სიკეთის მოცემა უნდა. ოღონ ეს დამოკიდებულია იმაზე, მოცემულს როგორ გამოიყენებ. გასაგებია? ანუ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ჩვენ უნდა გქონდეს რწმენა ღმერთის მადლის. ღმერთის მადლის რწმენა არის გადამრჩენელი. მე რით გადავრჩებით? იმიტომ რომ გვწამს, რომ მე კი არა ვარ კარგი, ის არის კეთილი ჩემში და ის მე მეუბნება, თუ მომცემ უფლებას, ჩემს თავს გამოვავლენ შენში. ანუ ჩემს ბუნებას შენში ჩავდებ. ანუ შმაგი კი არ ჭირდება ღმერთს. ჩემი უსიტყვო მორჩილება ჭირდება. იმისთვის რომ თავისი მადლი და სიკეთე გამოავლინოს ჩემში. დიდება უფალს. გასაგებია? ამიტომ წერია, წეხან რაც წაგიკითხეს, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის. რათა ჩვენ გარდავისახოთ მისი ძის ხატების მსგავსებაში. ანუ მას ჩემი გარემონტება კი არ უნდა. ჩემი გაკეთილშობილება პავლე მოციქული რომელთა მიმართ მიწერილ წერილში მესამე თავში პირდაპირ ამბობს, რა კი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა სჯულმა. რა ვერ შეძლო სჯულმა? ჩემი გაკეთილშობილება ვერ შეძლო სჯულმა. ჩემი გამოსწორება ვერ შეძლო სჯულმა. კი ვცდილობდი მის დაცვას, მაგრამ აღმოვაჩინე რომ არ შემიძლია. იცი რატომ? მე არა ვარ ამისთვის. მე ხორციელი ვარ. ცოდვას მიყიდული. ამიტომ გამოსავალი რა არის? გამოსავალი ერთია. უნდა მივცე საშუალება ღმერთის მადლს გამოავლინოს თავისთავად ჩემში. ცოდვილი კაცი არ გარემონტდება, ძვირფასებო, ეს უნდა ვიცოდეთ. ის იმდენად გაფუჭებულია, ის უნდა მოკვდეს. ღმერთი არ ლაპარაკობს ცოდვილის გამოსწორებაზე, ის ლაპარაკობს ახალი კაცის დაბადებაზე. დიდება უფალს, რომელიც შექმნილია იესო ქრისტეს ხატების მსგავსე მისამებრ. ეფესელების მე-4 თავის 22-24 მუხლები. იქ წერია განიძარცვეთ, გაარემონტეთო კი არა. იცი, ტანსაცმელი დაგძველებიათ? ტანსაცმლის დაძველება ორნაირად ხდება. ერთი, რომელიც შეკეთებას ექვემდებარება. წახვალ და ფეხსაცმელი თუ მიგიტანია შემოსაკერად. იცი, არის შესაძლებლობა რომ დაგიზიანდეს ფეხსაცმელი ან სამოსელი და შეკეთებას დაექვემდებაროს. მაგრამ არის რომ ისე დაზიანდება, უნდა გამოცვალო. ის უნდა გადააგდო და ახალი იყიდო. წმინდა წერილი არ ამბობს რომ შეაკეთეთ ძველი კაციო. სადმე წერია? ეფესელების მე-4 თავის 22 მუხლი. მოდი ჩემთან ერთად თქვით, რა წერია თქვენს ბიბლიებში? შეაკეთეთ ძველი კაციო? წერია განიძარცვეთო, ასე წერია, გაიხადეთო. გაიხადე ძველი კაცი, განიძარცვე ძველი კაცი. მეორე 23 მუხლი რას ამბობს? განახლდით თქვენი გონებით სულში და ეს მოგცემთ ზუსტად საშუალებას, რომ შეიმოსოთ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია იესო ქრისტეს მსგავსად. მოდი წავიკითხოთ ეფესელების მე-4 თავი 22-24 მუხლები. აქ წერია მიატოვეთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა
გაფუჭებული მაცთური გულისხმებით. განახლდით თქვენი გონების სულში. შეიმოსეთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღმერთისამებრ, სიმართლის და ჭეშმარიტების სიწმინდით. მადლის რწმენა ეს ძალიან დიდებული რაღაცაა. წერია რომ რწმენით გამართლდა ა ブラ ამი. რა რწმენით? მადლის რწმენით. ა ブラ ამს ღმერთის მადლის რწმენა ჰქონდა. გასაგებია? რწმენით შესწირა მოსემ. ისა რწმენით დატოვა მოსემ ეგვიპტის საგანძურები. რომელი რწმენით? რაღაც აკვიატება ჰქონდა? არამედ ღმერთის მადლის რწმენა ჰქონდა. გასაგებია რომ ღმერთი კეთილია ყველა მდგომარეობაში. 1 თესალონიკელების 5:18. რას ამბობს? მადლიერი იყავითო. მადლიერი იყავით ყველა ფრისათვისო. რას ნიშნავს მადლიერი იყავი ყველა ფრისათვის? თქვენ როგორ ფიქრობთ? მადლობა თქვი? მადლობა თქვი? იცი ღმერთს არ აინტერესებს ბგერების მოსმენა, მადლობა, მადლობა. ღმერთს აინტერესებს დამოკიდებულება. ანუ მადლიერი იყავი ყველაფრისთვის, ეს ნიშნავს რომ მისი სიკეთე დაინახე. მისი მადლი დაინახე, მისი სიკეთის და მისი მადლის ირწმუნე და დამოკიდებულება გქონდეს მის მადლთან. მადლიერება ჩვენი რეაქციაა ღმერთის სიკეთეზე, ღმერთის მადლზე. როცა ამბობ ღმერთო, მე ეს არ დამავიწყდება. მადლიერება რეაქციაა ღმერთის მადლზე. მეგობრებო, დღეს არის იესო ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში. ჩვენ უნდა გვწამდეს თუ ის მოდის ჩვენ შორის, თუ ის ჩვენ სიმბოლურად ხედავთ ამას, რა თქმა უნდა. მას ერთი რამე აინტერესებს. ის უყურებს შენში რწმენას. რის რწმენას? მე ბიბლიის მწამს. მე უამრავი ადამიანიც ვიცი, ვისაც ბიბლიის წამს. თითქოს, მაგრამ არ სწამს მადლის. მე ხშირად მომისმენია რომ ღმერთი დასჯის. ღმერთი არ აპატიებს. სად იცნობთ ასეთ ღმერთს? მე ვიცი რომ ღმერთს არ არსებობს ცოდვა, რომლის პატიება ღმერთს არ შეუძლია. ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა მადლის. მადლის რწმენა, თუმცა სამწუხაროდ მადლი შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს. ფუჭი მადლი ბოროტებაზე უარესია. გამოუყენებელი მადლი, გამოუყენებელი სიკეთე ბოროტებაზე უარესია. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვა. ვისაც ნაკლები მიეცა, ნაკლები მოეთხოვა.